შრი იშოპანიშადი მანტრა მე-17 Vayuranilam amritamadhedam bhasmantagam shariram Om Kratos Maragridagam Smara Kratos Maragridagam Smara თარგმანი დაიფერფლად იქცეს ეს წარმავალი სხეული და ეს სასიცოცხლოს უნთქვა შეუერთდეს მთელ ჰაერს. ახლა, ოუფალო ჩემო, გთხოვ, გაიხსენო ყოველი ჩემი მსხვერპლშეწირვა და რამე თუ საბოლოოდ ყველაფერი განკუთვნილია შენი ნეტარებისათვის. გთხოვ, გაიხსენო ყველაფერი, რაც გამიკეთებია შენთვის. განმარტება. ეს წარმავალი მატერიალური სხეული უდავოდ გარე სამოსელია. ფაგავად გიტაში 2:13-18:30. გარკვევითაა ნათქვამი, რომ მატერიალური სხეულის განადგურების შემდეგ ცოცხალი არსება არის პოპა და არც ინდივიდუალობას კარგავს. იგი არასოდეს არის უპიროვნო ან უფორმო. პირიქით, უფორმოა მისი ნივთიერი სამოსელი, რომელიც მოხაზულობას მარადიული პიროვნების ფორმის შესაბამისად იძენს. არც ერთი ცოცხალი არსება არ არის უფორმო თავისი თავდაპირველი სახით, როგორც ეს მცდარად მიაჩნიათ მწირი ცოდნის მქონე ხალხს. აქაც შრი იშოპანიშადის მე-17 მანტრაში დადასტურებულია ის პრინციპი, რომ ცოცხალი არსება მატერიალური სხეულის განადგურების შემდეგაც განაგრძობს არსებობას. მატერიალურ სამყაროში მატერიალური ბუნება შესანიშნავ ოსტატობას ავლენს, ქმნის რა სხვადასხვა სახის სხეულებს ცოცხალი არსებებისთვის, გრძნობათა დაკმაყოფილების მათი მიდრეკილებების თანახმად. მას, ვისაც ნეხვის ჭამასურს, ეძლევა სავსებით შესაფერისი მატერიალური სხეული, ღორის სხეული. მსგავსად ამისა, ვეფხს ისეთი სხეული აქვს, რომ შეუძლია დატკბეს სხვა ცხოველთა სისხლითა და ხორცით. ადამიანი იმისათვის არ არის გაჩენილი, რომ ნეხვი ან ხორცი ჭამოს. მისი კბილები სულ სხვა აგებულებისაა. გარდა ამისა, ყველაზე პრიმიტიულ ადამიანსაც კი არ გააჩნია ამ სიმდაბლის გასინჯვის მცირე სურვილი. ადამიანის კბილები ისეთი აგებულებისაა, რომ მათი საშუალებით შეიძლება ხილისა და ბოსტნეულის მოკვეჩა და დაღეჭვა. ორივე ეშვიკი აქვს იმისთვის, რომ მან ხორცის ჭამაც შეძლოს. ნებისმიერი ნივთიერი სხეული, ცხოველისა თუ ადამიანის, უცხოა ცოცხალი არსებისთვის. სხეულების ცვლას განაპირობებს ცოცხალი არსების გრძნობათა დაკმაყოფილების სურვილები. ევოლუციურ ციკლში ცოცხალი არსება სხეულს სხეულზე იცვლის. როდესაც სამყარო წყლით იყო დაფარული, ცოცხალმა არსებამ ისეთი სხეული მიიღო, რაც წყალში არსებობას ესადაგებოდა. შემდეგ გადაინაცვლა მცენარეულ სასიცოცხლო ფორმაში. ეს უკანასკნელი მწერის ფორმაში გადავიდა, შემდეგ ფრინველის, ფრინველიდან ცხოველის, ბოლოს ცხოველის სიცოცხლის ფორმებიდან ადამიანის სიცოცხლის ფორმაში. სიცოცხლის განვითარების უმაღლესი სტადია ადამიანის ის ფორმაა, რომელშიც იგი სრულყოფილ სულიერ ცოდნას ფლობს. სულიერი ცნობიერების მწვერვალი ამ მანტრაშია აღწერილი. ცოცხალმა არსებამ უნდა მიატოვოს მატერიალური სხეული, რომელსაც ფერფლად ქცევა უწერია და მაცოცხლებელი სუნთქვა ჰაერის მარადიულ სათავეს შეუერთოს. ცოცხალი არსების სხეულისეული მოქმედებები სრულდება მასში იმ აირთა ნაკადების მოძრაობის ხარჯზე, რომელთაც პრანა-ვაიუ ეწოდებათ. იოგები, როგორც წესი, საკუთარ სხეულში ამ აირთა ნაკადების მართვას სწავლობენ. საჭიროა სული აღიმართოს აირის მოძრაობის ერთი ციკლიდან მეორეზე და ასე შემდეგ, სანამ არ მიაღწევს ბრაჰმა რანთრას, ანუ უმაღლეს ციკლს. ამის შემდეგ სრულქმნილ იოგს შეუძლია გადაინაცვლოს იმ პლანეტაზე, სადაც მოისურვებს. ამასთან მან უნდა დატოვოს თავისი მატერიალური სხეული და გადავიდეს სხვა სხეულში. ამ პროცესში უმაღლესი სრულქმნის მიღწევა კი შეიძლება მაშინ, როდესაც ცოცხალი არსება შეძლებს მატერიალური სხეულის მთლიანად მიტოვებას, როგორც ამას წარმოდგენილი მანტრა გვირჩევს. შემდეგ მას შეუძლია სულიერ ატმოსფეროში შესვლა, სადაც განივითარებს სრულიად სხვა თვისობრივ სხეულს, სულიერს, რომელსაც არ უწერია ცვლილება და სიკვდილი.
აქ, მატერიალურ სამყაროში, ბუნება აიძულებს ცოცხალ არსებას იცვალოს სხეული, გრძნობათა დაკმაყოფილების მისი სხვადასხვა სურვილის მიხედვით. ეს სურვილები ვლინდება სიცოცხლის სხვადასხვა სახეობებში, დაწყებული მიკრობებიდან, დამთავრებული ისეთი სრულყოფილი მატერიალური არსებებით, როგორებიც არიან ბრაჰმა და ნახევარღმერთები. ყოველ მათგანს სხვადასხვა აღნაგობის ნივთიერი სხეული აქვს. გონიერი ადამიანი მათ მთლიანობას ხედავს, არა სხეულთა მრავალფეროვნებაში, არამედ სულიერ ერთობაში. სულიერი ნაპერწკალი, რომელიც უზენაესი უფლის განუყოფელი ნაწილაკია, ერთი და იგივეა ღორისა და ნახევარღმერთის სხეულშიც. წმინდა ან ცოდვილი საქმიანობების შესაბამისად, ცოცხალი არსება იღებს სხვადასხვა სახის სხეულებს. ადამიანის სხეული მაღალ განვითარებულია და სრული ცნობიერებით ხასიათდება. ყველაზე სრულყოფილი ადამიანი ვედური წმინდა წერილების თანახმად მიენდობა უფალს მრავალი დაბადების შემდეგ, საგანთა ბუნების გაცნობიერების შედეგად. ცოდნის განვითარება სრულყოფილებას მხოლოდ მაშინ აღწევს, როდესაც ცოდნის მაძიებელი უზენაეს უფალს ვასუდევას მიენდობა. მაგრამ საკუთარი სულიერი მეობის შესახებ ცოდნის შეძენის შემდეგაც კი, თუ ცოცხალი არსება ვერ გაიგებს, რომ ცოცხალი არსებები მთელის მარადიული განუყოფელი ნაწილაკები არიან და რომ ისინი ვერასოდეს გახდებიან მთელი, იძულებული იქნება კვლავ დაეცის მატერიალურ გარემოცვაში, თუნდაც ბრაჰმაჯიოტთან შერწყმისთვისაც მიიღწიოს. ბრაჰმაჯიოტი, რომელიც უფლის ტრანსცენდენტული სხეულისაგან მომდინარეობს, სავსეა სულიერი ნაპერწკლებით. ვინაიდან სულიერი ნაპერწკლები საკუთარი ყოფიერების სრულად შემცნობი ინდივიდუალური არსებები არიან, მათ გრძნობათა დაკმაყოფილების სურვილი უჩნდებათ, ამიტომ მათ ადგილი ეძლევათ მატერიალურ სამყაროში, სადაც შეუძლიათ გახდნენ ცრუ ბატონები საკუთარ გრძნობათა მითითებების თანახმად. ბატონობის ეს გრძნობა ცოცხალი არსების მატერიალური ავადმყოფობაა და მას გრძნობათა ტკბობით მოჯადოვებულს მატერიალურ სამყაროში სხეულიდან სხეულში გადასახლებას აიძულებს. ამიტომ ბრაჰმაჯიოტთან შერწყმისკენ სწრაფვა არ ნიშნავს ადამიანის მომწიფებულ ცოდნას. მხოლოდ უფლისადმი სრული მინდობითა და საკუთარ თავში უფლის სულიერი მსახურების გრძნობის განვითარებით არის შესაძლებელი უმაღლეს სრულყოფილებამდე მიღწევა. ამ მანტრაში ცოცხალი არსება ევედრება უფალს. მატერიალური სხეულისა და სასიცოცხლო ჰაერის დატოვების შემდეგ შეაღწევინოს ღმერთის სასუფეველში. ერთგული ევედრება უფალს გაიხსენოს ის საქმენი და მსხვერპლშეწირვები, რასაც იგი აღასრულებდა, ვიდრე მისი სხეული დაიფერფლებოდა. ეს ლოცვა აღვლენილია სიკვდილის ჟამს, საკუთარი წარსული საქმეებისა და საბოლოო მიზნის ბოლომდე გაცნობიერებით. ის, ვინც მატერიალური ბუნების კანონთა სრულტყვეობაში იმყოფება, მძიმე წუთებში იხსენებს თავისი ნივთიერი სხეულის არსებობის მანძილზე ჩადენილ საზარელ საქმეებს, ამიტომაც სიკვდილის შემდეგ იგი ახალ ნივთიერ სხეულს ღებულობს. ეს ჭეშმარიტება დადასტურებულია ბჰაგავად გიტაში. ყოფიერების რა მდგომარეობაც ახსოვს ცოცხალ არსებას სხეულის დატოვების ჟამს, უსათუოდ იმავე მდგომარეობაში გადაინაცვლებს იგი. მარტივი ცხოველებისგან განსხვავებით, რომლებსაც განუვითარებელი ჭკუა აქვთ, მომაკვდავ ადამიანს ახსენდება თავის გავლენილი ცხოვრების საქმენი, რომლებიც ტივტივებენ მის მეხსიერებაში, ვითარცა სიზმარში. ამიტომ რჩება მისი ჭკუა მატერიალური სურვილებით გადატვირთული. ამიტომ ვეღარ ღებულობს სულიერ სხეულს და ვეღარ მკვიდრდება სასუფეველში. მაგრამ ერთგულები უფლის ერთგული მსახურების საშუალებით საკუთარ თავში ვითარებენ ღმერთისადმი სიყვარულს და გარდაცვალების ჟამს, რომც ვერ გაიხსენონ თავიანთი წმინდა მსახურება, უფალი არ ივიწყებს ამას. ამ ლოცვის მიზანია შეახსენოს უფალს ერთგულის მიერ შესრულებული მსხვერპლშეწირვები, მაგრამ უფალს შეხსენების გარეშეც ახსოვს თავისი წმინდა ერთგულის მსახურება. გიტაში 9:30-34 უფალი აღწერს თავის ახლო სასიყვარულო ურთიერთობას ერთგულებთან. შრილა ბჰაქტივინოდა თაკურა ასე განმარტავს გიტას ამ ლექსებს. ერთგულს, რომელიც წმინდანთა ჭეშმარიტ გზას ადგას, კეთილგანწყობით უნდა მოვეპყრათ, მაშინაც კი, თუ იგი აღვირახსნილი გვეჩვენება. სიტყვა აღვირახსნილის სწორი მნიშვნელობის გაგებაა საჭირო. განპირობებული სული იძულებულია შეასრულოს ორი ფუნქცია. კერძოდ სხეულში სიცოცხლის შენარჩუნება,
და თვითრეალიზაცია. საზოგადოებრივი მოვალეობები, გონებრივი განვითარება, განწმენდა, ასკეტიზმი, კვება და არსებობისთვის ბრძოლა სხეულის შენახვას ეხება. თვითშემეცნებისთვის განკუთვნილ მოვალეობებს კი ასრულებს მაშინ, როდესაც მოქმედებს როგორც უფლის ერთგული. ეს ორი განსხვავებული ფუნქცია უსათუოდ ერთდროულად უნდა შესრულდეს, ვინაიდან განპირობებულ სულს არ შეუძლია სხეულის შენარჩუნებაზე უარის თქმა. მისი შენარჩუნებისთვის განკუთვნილი საქმიანობა კლებულობს იმდენად, რამდენადაც მატულობს უფლისადმი ერთგული მსახურების წილი. და სანამ ერთგული მსახურება საჭირო დონეს არ მიაღწევს, ყოველთვის რჩება საერო საქმეებისადმი შემთხვევითი მიდრეკილებების გამოვლენის საშიშროება. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ასეთი საერო ინტერესები დიდხანს ვერ გასტანს, რადგან უფლის წყალობით მსგავს არასრულყოფილებას მალე მოეხება ბოლო. ამიტომ უფლის ერთგული მსახურება წარმოადგენს ერთადერთ საიმედო გზას. თუ ვინმე ამ გზას ადგას, ამ ქვეყნიურ მიდრეკილებათა შემთხვევითი გამოვლინებაც კი ვერ დააბრკოლებს. მის წინსვლას თვითშემეცნებისაკენ. თავად გიტაშიც 9:30-34 კრიშნა ამბობს: ის ვინც დაკავებულია ერთგული მსახურებით, უსაძაგლესი მოქმედების მიუხედავადაც წმინდანად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან ის სწორ გზას ადგას. ძალიან მალე იგი ღვთისმოსავი გახდება და მარადიულ სიმშვიდეს დაიმკვიდრებს. ო კუნტის შვილო, კვირდები, რომ ჩემი ერთგული არასოდეს დაიღუპება. ო პრითას შვილო, ვინც თავს შემომაფარებს მე, ქალი თუ ვაჭარი, დაბიო ოჯახში დაბადებულიც რომ იყოს იგი, მაინც მიაღწევს უმაღლეს მიზანს. მათთან შედარებით რაოდენ დიადნი არიან ბრაჰმანები, ღვთისმოსავები, ერთგულები და წმინდანი მეფეები. ამ ტანჯულ სამყაროში ისინი განმტკიცებულნი არიან უფლის ერთგულ მსახურებაში. მემსახურე მე, მარად ჩემზე იფიქრე, გახდი ჩემი ერთგული, პატივი მეცი, ჩემს წინ დაემხე მუხლებზე და თაყვანი მეცი. ასე ბოლომდე დანთქმული ჩემში, უსათუოდ მოხვალ ჩემთან. იმპერსონალისტები უარყოფენ ერთგული მსახურების ამ უპირატესობებს, ვინაიდან მიჯაჭვულნი არიან უფლის ასპექტ ბრაჰმაჯიოტზე და მის საზღვრებს გარეთ გასვლა არ შეუძლიათ, როგორც ეს წინა მანტრებში ითქვა. ამასთან არც ღმერთის პიროვნების სწამთ. მათ უმეტესად სიტყვათა შინაარსობრივი თამაში და გონება ჭვრეტითი გამოგონებები აინტერესებთ. ამიტომაც მათი საქმიანობა უნაყოფოა, როგორც ეს ფაგავად გიტას მე-12 თავშია დადასტურებული, 12:5. ამ მანტრაში ნაგულისხმები ყოველი შესაძლებლობის მიღება ადვილად შეიძლება აბსოლუტური ჭეშმარიტების პიროვნულ ასპექტთან მუდმივი ურთიერთობით. უფლის ერთგული მსახურება არსებითად შედგება ერთგულის მიერ შესრულებული 9 სახის ტრანსცენდენტური საქმიანობისაგან. პირველი, უფლის შესახებ მონათხრობთა მოსმენა. მეორე, უფლის განდიდება. მესამე, უფლის ხსოვნა. მეოთხე, უფლის ლოტოსის და რტერბთა მსახურება. მეხუთე, უფლის თაყვანისცემა. მეექვსე, უფლისადმი ლოცოთა აღვლენა. მეშვიდე, უფლის მსახურება. მერვე, უფალთან მეგობრული ურთიერთობა. და მეცხრე, უფლისათვის ყველაფრის მიძღვნა. ერთგული მსახურების ეს 9 პროცესი ერთადან ცალ-ცალკე ეხმარება ერთგულს მუდმივი კავშირი იქონიოს ღმერთთან. ამიტომ სიცოცხლის ბოლოს ერთგულს არ უჭირს უფლის გახსენება. მათგან მხოლოდ ერთ-ერთის შესრულებითაც კი სახელმოხვეჭილმა ერთგულებმა უმაღლეს სრულქმნას მიაღწიეს. მაგალითად, პირველი, უფლის შესახებ მხოლოდ მოსმენით მაჰარაჯა პარიქშიტმა შრიმად ფაგავატამის გმირმა სასურველ შედეგს მიაღწია. მეორე, უბრალოდ უფლის ქებადიდებით შუკადევა გოსვამიმ შრიმად ფაგავატამის მთხრობელმა სრულქმნას მიაღწია. მესამე, ლოცობის აღვლენით აკრურამ მიაღწია სასურველ შედეგს. მეოთხე, პრაჰლადა მაჰარაჯამ სასურველ შედეგს მიაღწია უფლის ხსოვნით. მეხუთე, პრითუ მაჰარაჯამ სრულქმნა ჰპოვა უზენაესის თაყვანისცემით. მეექვსე, უფლის ლოტოსის და რტერბთა თაყვანისცემით ბედის ქალღმერთმა ლაქშმიმ სრულქმნას მიაღწია. მეშვიდე, ჰანუმანმა სასურველ მიზანს მიაღწია პირადად უფლის მსახურებით. მერვე, არჯუნამ სასურველი მიზანი აღისრულა უფალთან მეგობრობით. მეცხრე, მაჰარაჯა ბალიმ
სასურველ შედეგს მიაღწია იმით, რომ უფალს შესწირა ყველაფერი, რაც კი გააჩნდა. ამ მანტრისა და ყოველი ვედური ჰიმნისა თუ მანტრის განმარტებანი შეჯამებულია ვედანტა სუტრებში, ხოლო ისინი დაწვრილებით ახსნილია შრიმად ბჰაგავატამში, რომელიც ვედური სიბრძნის ხის მწიფე ნაყოფად ითვლება. შრიმად ბჰაგავატამში ეს მანტრა მაჰარაჯა პარიქშიტსა და შუკადევა გოსვამის შორის კითხვა-პასუხის სახით არის განხილული, მათი შეხვედრის დასაწყისიდანვე. ვინაიდან ღმერთის შესახებ მეცნიერების მოსმენა და მოსმენილის გამეორება ერთგული მსახურების ძირითადი პრინციპია, ამიტომაც მთელი შრიმად ბჰაგავატამი მოისმინა მაჰარაჯმა პარიქშიტმა და გაიმეორა შუკადევა გოსვამიმ. მაჰარაჯა პარიქშიტი შეკითხვებს უსვავდა შუკადევას, ვინაიდან ეს უკანასკნელი თავისი დროის ნებისმიერ იოგსა თუ ტრანსცენდენტალისტზე დიადი სულიერი მოძღვარი იყო. მაჰარაჯა პარიქშიტის შეკითხვა ასეთი იყო: რა არის ადამიანის მოვალეობა, განსაკუთრებით გარდაცვალების შამს? შუკადევა გოსვამიმ უპასუხა: ვისაც სურს ყოველგვარი მღელვარებისგან გათავისუფლება, მუდამ ისმენდეს ღმერთის პიროვნების შესახებ მონათხრობს, მოიგონებდეს და ადიდებდეს მას, ვინც ყველაფრის უზენაესი წარმმართველი, ყოველი დაბრკოლების ამშორებელი და ყოველი ცოცხალი არსების ზესულია. ეგრეთ წოდებული ადამიანთა საზოგადოება ხამით, როგორც წესი დაკავებულია სექსით ან სძინავს. დღისით კი, რაც შეიძლება მეტი ფულის შოუნით ან და ოჯახის უზრუნველყოფისთვის საჭირო პროდუქტებისა და ნივთების შეძენით. ხალხს ცოტა დრო რჩება ღმერთის პიროვნების შესახებ საუბრისა და შეკითხვების დასასმელად. დღეისათვის ყოველმხრივ ცდილობენ ღმერთის არსებობის უარყოფას, განსაკუთრებით კი იმით, რომ გამოაცხადეს იგი უპიროვნოდ, რაც გრძნობით აღქმას მოკლებულს ნიშნავს.